დრონები ყველაფერია უკრაინის ომში. ეს უკვე წლებიან ათელია. ომში, რომელიც სულ უფრო მეტად განისაზღვრება იმით, რომელი ქვეყანა შეძლებს შექმნას საუკეთესო დრონის ტექნოლოგია. რუსეთს ადრე რაოდენობრივი უპირატესობა ჰქონდა. ეს აღარ არსებობს. რუსეთს ტექნოლოგიაში უპირატესობა არასდროს ჰქონია. უკრაინა ყოველთვის ინოვატორი იყო და ახლა 4 წელიწადი და ნახევარი ბრძოლის შემდეგ ერთი რამ სრულიად ნათელი გახდა. დრონების ომში არსებობს ოსტატი და დამარცხებული. რუსეთი წაგებული მხარეა. და თუ ამაში ეჭვი გეპარებათ, ან რატომღაც ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ რუსეთი იგებს დრონების ომს, უბრალოდ ნახეთ, რას უკეთებს უკრაინა მათ. 19 ივლისს X-ზე საინტერესო ვიდეო გამოჩნდა. ჯეისა და კიევის მიერ გაზიარებული. ვიდეოში ნაჩვენებია საინტერესო ევოლუცია უკრაინის დრონებზე დაფუძნებულ საბრძოლო მოქმედებებში, რასაც არავინ ელოდა. რა არის ეს ევოლუცია? შეიძლება პირველივე ნახვაზე ნათელი არ იყოს. ჩვენ ხედავთ უკრაინულ დრონს, რომელსაც გრძელი მავთულის ბოლოს რაღაც აქვს ჩამოკიდებული. შეიძლება ეს ბომბი იყოს, მომარაგების პაკეტი. არც ერთი არ შეცვლიდა ომს. თუნდაც უცნაურია, რომ ასეთი რამე დრონის ქვეშ ასე შორსაა ჩამოკიდებული. აღმოჩნდა, რომ არც ერთი არ არის. მავთულის ბოლოს ჩამოკიდებული არის უკრაინული სახმელეთო რობოტი, ანუ UGV. რომელიც უკრაინის დრონმა ჰაერში ასწია და მიაქვს. სავარაუდოდ იქ, სადაც უკრაინას სჭირდება შეტევის ჩასატარებლად, ან ლოგისტიკური მიზნებისთვის. მხოლოდ 8 წამის ვიდეოში ჩვენ ვიხილეთ ნამდვილი უკრაინული ოსტატობა მოქმედებაში. მძიმე ბომბდამშენი დრონმა ჰაერში აიტანა ის, რასაც ევრომაიდან პრეს აფეთქებად სახმელეთო რობოტს უწოდებს. შედეგები უზარმაზარია. ბომბდამშენი დრონები, როგორც სახელიდან ჩანს, რუსულ პოზიციებზე ბომბებს აგდებენ. საფეთქებელი უგუების სხვა საკითხია. ისინი მაინც შეუძლიათ მიიტანონ იმდენივე თუ არა მეტი ცეცხლის ძალა, ვიდრე ტრადიციულად ჩამოგდებული ბომბები, მაგრამ ისინი სხვანაირად მუშაობენ. უგუს შეიძლება დააგდონ მიწაზე და შემდეგ მიმართონ სასურველი მიზნისკენ. ბომბი, რომელიც რუსული ბუნკერის მყარ ზედაპირზე აისხლიტებოდა, ახლა შეცვლილია. კამიკაძე უგვით, რომელსაც შეუძლია პირდაპირ შეშევიდეს იმ ბუნკერში და შიგნიდან ააფეთქოს იგი. დაირაზეც პუტინის მეთაურებს არ უნდათ ფიქრი, როცა ცდილობენ ახალი გზების მოფიქრებას, რათა თქვან, თითქოს რუსეთი როგორღაც იგებს ამ ომს. თუ უკრაინა ერთხელ შეძლებს ასეთი ტიპის უგოპერაციის განხორციელებას, მას კვლავ და კვლავაც შეძლებს. მალე საბრძოლო ველზე ასაფეთქებელი უგვების გადაადგილება ჩვეულებრივი მოვლენა გახდება. შესაძლოა გვერდით ახდეს FPV დრონები, რომლებიც მიზანში ამოიღებენ ნებისმიერ რუსს, ვინც თავშესაფრიდან გამოვა, რათა უკ ჩამოაგდოს. უკრაინის მასშტაბით ეს ჩვეულებრივი მოვლენა გახდება. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიცით ვიდეოში ნაჩვენები უპილოტო სახმელეთო აპარატის საბოლოო ბედი, იმის გამო რომ ეს არის ასაფეთქებელი სახმელეთო რობოტი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო შემდეგ. რუსული სამიზნე დაიხრიტა. შემდეგ განადგურდა. არსებობს პრეცედენტი, როცა უკრაინამ საბრძოლო დანიშნულებით გამოიყენა უპილოტო სახმელეთო აპარატები. უკრაინა ამას ყოველთვის არც მალავდა. უკვე იანვარში ქვეყნის მესამე არმიის კორპუსის ჯარისკაცებმა უპილოტო სახმელეთო აპარატზე 12 ნაღმი დაამაგრეს, რომელიც აპარატმა 20 კილომეტრის მანძილზე გადაიტანა და შემდეგ რუსულ ბუნკერს ააფეთქა. მას შემდეგ უპილოტო სახმელეთო აპარატების საბრძოლო ოპერაციები ბევრად უფრო დახვეწილი გახდა. აპრილში ვიხილეთ, როგორ გამოიყენა უკრაინამ სახმახმელეთო რობოტები რუსული პოზიციის დასაკავებლად, რასაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო ოპერაცია უწოდა. კიდევ ერთი მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო შემთხვევა ივლისში მოხდა, როდესაც უკრაინამ საზღვაო დრონი გამოიყენა უპილოტო სახმელეთო აპარატის კინბურნის ცელზე გადასაყვანად. ამან გამოიწვია ის, რომ უპილოტო სახმელეთო აპარატმა რუსულ პოზიციაზე ცეცხლი გახსნა და 17 ივლისს Forbes-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ კიდევ ერთხელ მოახერხა რუსული შეხტევის ადგილის დაკავება. დრონებისა და რობოტების კომბინაციის გამოყენით უკრაინელებმა გაანადგურეს რუსული დაჯგუფება დობროპელიასთან. უკრაინის დრონების სტრატეგიის ამ ევოლუციის საბრძოლო შესაძლებლობები უზარმაზარია. წარმოიდგინეთ მცირე უპილოტო საფრენი აპარატების ფლოტი, რომელთაგან თითოეული ატარებს რობოტებს სხვადასხვა მიზნისთვის. პირველად, კამიკაძე უპილოტო სახმელეთო აპარატები ეშვებიან. FPV დრონების მხარდაჭერით ისინი შედიან რუსულ პოზიციებში და ფეთქდებიან. ან თუკან მოდიან სხვა საბრძოლო უპილოტო სახმელეთო აპარატები, რომლებიც აღჭურვილია მძიმე ტყვიან ფქვევებით, ესვრიან განადგურებულ პოზიციებს და დინამიკებიდან გადასცემენ შეტყობინებებს, რომ დამპყრობლებმა უნდა დანებდნენ ან მოკვდებიან. საჭიროების შემთხვევაში სხვა სახმელეთო რობოტები, რომლებიც მარაგებს ეზიდებიან, შეიძლება საჰაერო გზით შეტაკების ზონაში გადაიყვანონ უკრაინელი ჯარისკაცების მხარდასაჭერად. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ როგორც ჩანს, ისწავლა თავისი უპილოტო სახმელეთო აპარატების საჰაერო გზით გადაყვანა. ეს ნამდვილი ოსტატობა. უკრაინამ დრონებით ომი ხელოვნების დონეზე აიყვანა. თუმცა რასაც აქ ხედავთ, მხოლოდ მიკროსამყაროა იმ რეალობისა, რომელსაც რუსეთი უკვე ძალიან დიდი ხანია იძულებულია შეეგუოს. გრივე მხარეს აქვს დრონები, მაგრამ როდესაც საქმე ეხება იმას, ვინ იყენებს მათ უკეთესად და ვინ ახერხებს ისეთი სტრატეგიების შემიშუშავებას, რომელსაც მეორე მხარე უბრალოდ ვერ წარმოიდგენს, უკრაინა ყოველთვის ლიდერობს. და რასაც ხედავთ მიწაზე და ჰაერში, იგივე გზავნილს იმეორებს ისევ და ისევ. ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი დრონების რბოლაში იმარჯვებს, ცდება. უკრაინა ლიდერობს და ასეა. 2026 წლის უმეტეს ნაწილში. ცოტა ხანს ისე უპილოტო სახმელეთო აპარატებზე შევჩერდეთ. უპილოტო სახმელეთო აპარატების ევოლუცია, როგორც დიზაინის, ასევე მათი მრავალფეროვანი გამოყენების მხრივ, უკრაინის ომში მართლაც გამორჩეულია. ეს ტექნოლოგია ადრე თითქმის მთლიანად ლოგისტიკური იყო. ბევრი სახმელეთო რობოტი კვლავაც ამ ტიპის მიზნებისთვის გამოიყენება, რადგან ისინი ფრონტის ხაზზე მომარაგების მისიაებს ასრულებენ ჯარისკაცების ნაცვლად და ზოგჯერ ჯარისკაცების ევაკუაციისთვისაც იყენებენ, რათა ისინი უსაფრთხოდ დააბრუნონ ფრონტის ხაზის უკან. თუმცა ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ უპილოტო სახმელეთო
აპარატებს სულ უფრო ხშირად იყენებენ საბრძოლო დანიშნულებით. უპილოტო სახმელეთო აპარატებს ახლა უკვე ტყვიამხვიამ ფრქვევებით აღჭურვენ, რაც მათ საშუალებას აძლევს ესროლონ პოზიციებს და გამოიყენონ ბომბები, რომლითაც შეუძლიათ ეს პოზიციები ჰაერში ააფეთქონ. ზოგიერთ უპილოტო სახმელეთო აპარატს თერმული ღამის ხედვაც კი აქვს, რაც საშუალებას აძლევს ოპერაციები ჩაატარონ სიბნელეში. ევრომაიდან პრესი იუწება. კამიკაძე უპილოტო სახმელეთო აპარატები, რომლებიც ახლა ხედავთ ბრძოლის ველზე, შეუძლიათ ისიც კი, რაც უკრაინის უპილოტო საფრენ აპარატებს არ შეუძლიათ. შეიჭრას პირდაპირ ღია ბუნკერში, ან ტექნიკასთან დააფეთქდეს. უკრაინა აღიარებს, რომ უპილოტო სახმელეთო აპარატები შეიძლება თამაშის წესების შემცვლელი იყოს და დიდ ინვესტიციებს დებს, რაც შეიძლება მეტი მათგანი გაიყვანოს ბრძოლის ველზე. RBC უკრაინა იუწება, რომ უკრაინამ 2026 წლის პირველ ნახევარში 25,000 უპილოტო სახმელეთო აპარატი ააგო. თუ ვივარაუდებთ, რომ წლის მეორე ნახევარშიც იგივე წარმოების გრაფიკი იქნება და დიდი შანსია, რომ უკრაინა კიდევ უფრო მეტის აშენებასაც შეეცდება. ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე 50,000 უპილოტო სახმელეთო აპარატი იქნება აშენებული და ბრძოლის ველზე განლაგებული. უკრაინის სარდლები ამ სახმელეთო რობოტებს ახალ კავალერიად მოიხსენიებენ, რადგან ისინი ასრულებენ მისიებს, რომლებიც ადრე უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლის რისკის ფასად შესრულდებოდა. და დამატებითი კონტექსტისთვის, უკრაინამ 2025 წელს 15,000 სახმელეთო უპილოტო აპარატი ააგო. 2026 წლის მონაცემები შეიძლება 3-ჯერ მეტზე მაღალი აღმოჩნდეს. ამ აპარატების აშენების გარდა უკრაინა მათ აქტიურად იყენებს. ივნისში ამ სახმელეთო რობოტებმა ერთობლივად რეკორდული 16,676 მისია შეასრულეს და თვის ბოლოსთვის მათ ჯამში 65,000-ზე მეტი მისია შეასრულეს. შევნახეთ, რომ თვეში შესრულებული მისიის რაოდენობა უპილოტო სახმელეთო მანქანებისთვის იანვრის 7,495-დან დღევანდელ მაჩვენებლამდე 2-ჯერ მეტიც კი გახდა. რაც უბრალოდ გამორჩეულია. ეს ტექნოლოგია სულ რამდენიმე წლის წინ თითქმის არ არსებობდა. ეხლა უკრაინამ არა მხოლოდ აითვისა ეს ტექნოლოგია, არამედ ის იყენებს უპირატესობას უპილოტო სახმელეთო მანქანებში ბრძოლის ველზე. რუსეთი, რა თქმა უნდა, ცდილობს დაეციოს. ეს არის მთავარი. უკრაინა ინოვატორია, რუსეთი კი მიმბაძველი. 1 მაისის გაზეთ პრავდაში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რუსეთს ახლა უკვე საკუთარი წარმოების მინიმუმ 20 სხვადასხვა ტიპის უპილოტო სახმელეთო მანქანა აქვს. თუმცა რუსეთს ასეთი ტიპის რობოტები იმ მასშტაბით, როგორც უკრაინას, ჯერ არ გამოუყენებია და ის ნამდვილად არ იყენებს მათ პოზიციების დასაკავებლად ან დრონებით ბრძოლის ველზე გადასატანად. ეს ყველაფერი უკრაინული ინოვაცია. გარდა ამისა, რუსეთი სანქციების პრობლემას აწკდება, რადგან 20-დან 10 რუსული სახმელეთო დრონის მწარმოებელი კომპანია აშშ-ში სანქციების ფიშა, ანქციების ქვეშაა. რამდენიმე მათგანი ასევე უკრაინისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშაა. დამატებითი სანქციების დაწესება რუსული სახმელეთო რობოტების მწარმოებლებზე უკრაინას დაეხმარებოდა, არსებული უპირატესობა კიდევ უფრო გაეზარდა და დაუმარცხებელი გაეხადა. მაგრამ საკმარისია უპილოტო სახმელეთო მანქანებზე საუბარი. მიუხედავად იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია ისინი, ჩვენ გითხარით, რომ უკრაინა დრონების ომის ყველა ასპექტში ლიდერია და არა მხოლოდ ერთში. ეს სიმართლეა. კიდევ ერთი სფერო, სადაც უკრაინამ დიდი წინსვლა აჩვენა, შორი მოქმედების დართმევია და ამას უკრაინის მიერ ახლახან განხორციელებული შეტევა ნათლად აჩვენებს. სანამ ამაზე გადავიდოდეთ, მცირე შენიშვნა. თქვენ უყურებთ Military Shows. თუ ჯერ ახზე არ ხართ გამოწერილი, ახლა საუკეთესო დროა დააჭიროთ ღილაკს და ჩართოთ შეტყობინებების ზარი, რომ პირველებმა ნახოთ ჩვენი ყოველდღიური ვიდეოები. გაგიყვანთ მასიურ დარტყმაზე, რომელიც უკრაინამ განახორციელა 21 ივლისის წინა ღამეს. უკრაინამ სწორედ ამ დღეს აერჩია, რომ რუსეთში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაახლოებით 350 დარტყმის დრონი გაეშვა, მათ შორის რამდენიმე დარტყმა შავ ზღვაშიც განახორციელა. ცეცხლი ყველგან გაჩნდა. ოკუპირებულ მარიუპოლს ძლიერი დარტყმა მიაყენეს, რის შედეგადაც ქალაქზე კვამლი აიწია. უკრაინამ სავარაუდოდ იქ სათვავის ან ნავთობის საცავი დააზიანა. კირიმში ლოგისტიკური ცენტრი გაანადგურეს, ასევე ლეპეცში რამდენიმე დიდი სამრეწველო ობიექტი. მათ შორის ერთი, რომელიც ან ფოლადის ქარხანასთან ახლოს იყო, ან თავად ფოლადის ქარხანა, რომელიც პასუხისმგებელია რუსეთის ფოლადის და ლიპიდების დაახლოებით 20%-ის წარმოებაზე. შავი ზღვისა და აზოვის ზღვის ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე გემი დააზიანეს. ასევე უკრაინამ გაანადგურა რადარები, ლოგისტიკური საწყობები და სხვა ობიექტები ოკუპირებულ დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში. ასევე განხორციელდა მასშტაბური იერიში კალინოს ავიაბაზაზე, რუსეთის კურსკის რეგიონში, რომლის შედეგადაც განადგურდა SU-24 ფისიქ, გამანადგურებელი თვითმფრინავი და ფანცირ S1 საჰაერო თავდაცვის სისტემა. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ ეს არ არის მთავარი ამბავი, როცა საქმე უკრაინის სირმისეულ იერიშებს ეხება. ან დრონების განადგურების დღის ყველაზე გამორჩეული მომენტი ის იყო, რომ ამავე პერიოდში რუსეთმაც განახორციელა საკუთარი გრძელდისტანციური იერიში და რუსეთმაც ააგო. ძალიან ცუდად. დარტყმების ბოლოსთვის უკრაინამ დაახლოებით 6-ჯერ მეტი შორ მანძილზე მოქმედი დრონი გამოიყენა, ვიდრე რუსეთმა. რუსეთმა მხოლოდ 58 დრონისა და რაკეტის გაშვება შეძლო უკრაინის შორ მანძილზე განხორციელებული შეტევის ფონზე. ეს მნიშვნელოვანია უკრაინის დრონებით ბრძოლის მზარდი ოსტატობის კონტექსტში, ერთი მარტივი მიზეზის გამო. რუსეთის იმ მცირე რიცხოვან უპირატესობათაგან ერთ-ერთი დრონების მხრივ უკვე გაქრა. წლების განმავლობაში რუსეთს შეეძლო გაეშვა ბევრად უფრო დიდი რაოდენობის გრძელდისტანციური დრონების ჯგუფები, ვიდრე უკრაინას შეეძლო საპასუხოდ. ყველაფერი შეიცვალა 2026 წელს. უკრაინამ ახლა მაინც მიაღწია თანასწორობას ღრმა დარტყმების მიმართულებით. როგორც ვნახეთ, 21 ივლისს უკრაინა ხშირად უფრო მეტ გრძელდისტანციურ დრონს უშვებს, ვიდრე რუსეთი.
ეს 6 ერთთან თანაფარდობის დარტყმა გამონაკლისი შემთხვევა არ არის. უკრაინის უპირატესობა ღრმა დარტყმების თამაში ნელ-ნელა ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა. სინამდვილეში ეს ყოველდღიური მოვლენაა. უკრაინის მიერ 350 დრონის გაგზავნა რუსეთში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არის რაიმე ახალი რეკორდი. არც კი ახლოსა. როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ივნისში გაამხილა, ახლა უკრაინა ყოველდღიურად საშუალოდ 300-დან 350-მდე საბრძოლო დრონს უშვებს, რადგან ქვეყანამ მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი ღრმა დარტყმის კამპანია რუსული ნავთობის გასანადგურებლად, სამხედრო ბაზების დასასუსტებლად და რუსული საომარი მანქანის შიგნიდან გასატეხად. ეხლა არ გვინდა ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნათ, თითქოს უკრაინა ყოველთვის უფრო მეტ დრონს უშვებს ვიდრე რუსეთი. ზუსტად ამიტომ ვახსენეთ პარიტეტი. ლეგ დღეებში რუსეთი უფრო მეტს უშვებს, სხვა დღეებში კი უკრაინა. მაგრამ ფაქტი რომ უკრაინამ საერთოდ მიაღწია ესეთ მოცულობას, განსაკუთრებით მაშინ როცა ამას უუმატებთ უკრაინის დარტყმების სიზუსტეს, მაშინ როცა რუსეთი უბრალოდ ცდილობს რამეს მოხდეს და ხშირად ქალაქებს ესვრის, ეს ნიშნავს რომ უკრაინა ლიდერობს. რუსეთს წლის დასაწყისიდანვე უნდა დაენახა ეს გარდატეხა. 2026 წლის პირველ 4 თვეში უკრაინამ რუსეთზე მეტი დრონი გაუშვა რუსეთში, ვიდრე რუსეთმა გაუშვა უკრაინაში. უკრაინა ასევე აქტიურად ამყარებს შორ მანძილზე რეკორდებს. 17 ივნისის ღამესა და 18 ივნისის დილას რუსეთის საჰაერო თავდაცვამ განაცხადა, რომ ღამის შეტევის დროს უკრაინის 992 დრონი ჩამოაგდეს. ეს მოჰყვა 6 ივნისის დარტყმას, როდესაც რუსეთმა განაცხადა, რომ 911 დრონი ჩამოაგდეს. ეს რიცხვების სიგიჟეა. უკრაინას არასდროს უნდა მიიღწია მათთვის, მაგრამ მიაღწია. და ახლა ვხედავთ, როგორ აიძობს უმანძულებს უკრაინის გრძელ მანძილზე უპირატესობა რუსება. რუსეთს სამხედრო გათვლების შეცვლას. რამდენიმე წლის წინ რუსეთი თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობდა ფრონტის ხაზის უკან, 100 კილომეტრის მანძილზე. უკრაინას არ შეეძლო სამიზნეების დარტყმა რუსეთის შიგნით. ყოველ შემთხვევაში რეგულარულად მაინც არა, მაგრამ ისევ, ყველაფერი შეიცვალა. უკრაინის დრონებს ახლა შეუძლიათ უფრო დიდი რაოდენობით დარტყმები მიაყენონ. ზუსტად და მანძილებზე, რომლებიც ადრეც წარმოუდგენელი იყო. სინამდვილეში მანძილი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. 7 ივლისს უკრაინამ დრონებით თავდასხმა განახორციელა ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ამის გასაკეთებლად უკრაინის დრონებს მინიმუმ 2500 კილომეტრი უნდა გაევლოთ. და ასეთი მანძილი რუსეთს აჩვენებს, რომ მის ტერიტორიაზე დამალული ვეღარაფერი იქნება უსაფრთხოდ. რუსეთი ვეღარ ახერხებს ამ თავდასხმების მოგერიებას. რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტრო ხშირად ამტკიცებს, რომ ყველა თავდასხმას აბრკოლებს, მაგრამ იგივე სამინისტრო გეტყვით, რომ ეს უბრალოდ დრონების ნამსხვრევებია, რომლებიც შემთხვევით ზუსტად იმ ობიექტებს ხვდება, რომელთა დაბომბვაც უკრაინას სურდა. არა თვითონ დრონები. რაც შეეხება გამოთვლებს, რუსეთმა ან უნდა აღიაროს ფაქტი, რომ უკრაინისგან მინიმუმ 2500 კილომეტრის რადიუსში ყველაფერი სამიზნეა. ანუ და ჩადოს უზარმაზარი ინვესტიციები ახალი თავდაცვითი სისტემების შექმნაში, რათა დაიცვას ფრონტის უკან არსებული ობიექტები და ეს ინვესტიცია ვერ დაეწევა საჭიროებებს. ახალი საჰაერო თავდაცვითი სისტემების აშენება მარტივი არ არის, როცა სანქციებს და 4 წლიანი უზარმაზარი სამხედრო ხარჯების შემდეგ ფინანსურ კრიზისს ებრძვი. ასე რომ უკრაინა ლიდერობს რუსეთთან შედარებით სახმელეთო დრონებში და უკვე იწყებს უპირატესობის მოპოვებას შორ მანძილზეც. რაც შეეხება ფრონტს, იქაც მსგავს სურათს ვხედავთ. უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლის ალექსანდრ სირსკის თქმით, უკრაინას ფრონტის ხაზის უმეტეს ნაწილზე FPV დრონების მხრივ 1/9-დან 1-ზე, 5/9-დან ცაცვის პირატესობა აქვს რუსეთთან შედარებით. ეს საინტერესო ინფორმაცია მაშინ გავრცელდა, როდესაც მან განაცხადა, რომ უკრაინის დრონების ოპერატორებმა მხოლოდ მაისში 180,000 დადასტურებულ ობიექტზე მიიტანეს იერიში. ამ დარტყმების ასეთი თანაფარდობა მართლაც უზარმაზარია. და ის ფაქტი, რომ ახლა უკრაინას FPV დრონებში ლიდერობა აქვს, გვაჩვენებს თუ როგორ გახდა ჯახთა ჯარისკაცების დრონებით ჩანაცვლება მისი სტრატეგიის მთავარი ნაწილი. ამას ხედავთ წარმოების მაჩვენებლებშიც. ივლისში უკრაინამ დაადასტურა, რომ 2026 წელს დაახლოებით 10 მილიონ დრონს აწარმოებს და რომ აქვს შესაბამისი საწარმოო შესაძლებლობა, რათა ეს რიცხვი გააორმაგოს, თუ საჭირო დაფინანსებას მიიღებს. ეს დაფინანსება უკვე მოდის. უკრაინამ ევროპის კავშირთან 1.1 მილიარდი დოლარის ღირებულების უზარმაზარი დრონების გააფორმა, რომელიც ემატება სხვა დრონების ხელშეკრულებებს, რომლებსაც უკრაინა ცალკეულ ქვეყნებთან აფორმებს. დრონების წარმოებისთვის 20 ქვეყნის თანამშრომლობის მოდელიც იქნება, ამბობს ზელენსკი, რაც უკრაინას კიდევ უფრო წინ წაწევაში დაეხმარება. უკრაინა ასევე დაწინაურდა დამჭერი დრონების მიმართულებით. მაშინ როცა რუსეთი კვლავ ძირითადად ეკრიბნება საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებიც შექმნილია რაკეტებისა და თვითმფრინავების წინააღმდეგ, დრონების ჩამოსაგდებადაც. უკრაინამ შექმნა დამჭერი დრონების ახალი თაობა. ფასი და ეფექტიანობა აქ მთავარი ფაქტორებია. დამჭერი დრონებს შეუძლიათ გაანადგურონ შაჰიდის ტიპის საბრძოლო დრონები, რომელთა თითოეულის ღირებულება დაახლოებით $50,000-ია. თავად კი ბევრად ნაკლები ღირს. მაგალითად, ერთი სტინგის დამჭერი დრონის წარმოება უკრაინას $2,500 უჯდება. აქ ჩვენ ხედავთ, რომ უკრაინა უფრო მეტ და უკეთეს დრონებს აწარმოებს თავისი წინა ხაზის ძალებისთვის, ხოლო უკანა ხაზში გონიურულად აბანდებს იაფ დრონებში, რომლებიც ამცირებენ რუსეთის შორ მანძილზე შეტევის საფრთხეს. კიდევ ერთხელ, ეს არის ინოვაცია. უკრაინა ინოვაციურია, რუსეთი არა. აი რატო არის ერთი დრონების ომის ოსტატი, ხოლო მეორე დამარცხებულია, რომელსაც მხოლოდ მიბაძვა შეუძლია. და სანამ დავასრულებთ, კიდევ ერთი ასპექტი გვაქვს. დასაფარი დრონების ომში. საშუალო მანძილის დარტყმები. 2026 წელს გამოჩნდა ახალი თაობის საშუალო მანძილის დარტყმის დრონები, რომლებიც უკრაინას საშუალებას აძლევს განახორციელოს შეტევები ოკუპირებულ რეგიონებში, რაც ადრე არ შეეძლო. FPV დრონებს საკმარისად შორს გადაადგილება არ შეეძლოთ და რუსეთის დასარტყმელად გრძელ მანძილზე მოქმედი დრონები იყო საჭირო. ახლა უკრაინას აქვს დრონები, რომლებიც 50-დან 200 კილომეტრამდე მანძილზე დარტყმის შესაძლებლობას იძლევა, რომლებსაც შეუძლია გამოიყენოს რუსული ლოგისტიკის დასაზიანებლად.
აღდგენებლად და მნიშვნელოვანი ობიექტების, როგორიცაა სარდლობის პუნქტები, გასანადგურებლად. საბრძოლო მასალის სატყობებისა და ჯარის შეკრების პუნქტების გასანადგურებლად. რუსეთის მომარაგების მარშრუტები, ახლო ზურგში. ახლა უკვე ამ საშუალო რადიუსის დარტყმის დრონების ნადირობის არეალად იქცა. მათგან ბევრი აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით, რომელიც საშუალებას აძლევს ავტომატურად აღმოაჩინოს და დააკვირდეს სამიზნეებს მანამდე, სანამ დარტყმის ნებართვას მიიღებენ. ეს კიდევ ერთი სფეროა, სადაც უკრაინა ლიდერობს. ორივე მხარე იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, მაგრამ უკრაინა ამას ბევრად უფრო ეფექტურად აკეთებს. უკრაინა ამ დრონებს იყენებს რუსული კოლონების დაჩასრვის დასარტყმელად. იქნება ეს ჯავშან ტექნიკის კოლონები თუ საწოვისა და მომარაგების სატვირთოები, რომლებიც ცდილობენ ტვირთის წინახაზზე გადატანას. უკრაინამ გამოაცხადა 113 მილიონი დოლარის ხირებულების ლოგისტიკური ბლოკადის კამპანია ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად და ასობით რუსული მანქანა იწვის. ყირიმმა ყველაზე მძიმედ იგრძნო ეს გავლენა. უფრო და უფრო იზოლირებული ნახევარკუნძული გამიცდის მასიურ საწვავის დეფიციტს და მუდმივ ელექტროენერგიის გათიშვებს. ეს გათიშვები გამოწვეულია საშუალო მანძილზე განხორციელებული დარტყმებით ელექტროსადგურებსა და ქვესადგურებზე. ფრონტზე ჯარისკაცები, რომლებიც სათვავზე, საბრძოლო მასალაზე, საკვებსა და მარაგებზე არიან დამოკიდებული, მუდმივად აღმოაჩენენ, რომ არაფერი მიეწოდებათ. როდესაც კიდევ ერთი სატვირთო მანქანა აფეთქდება, ან ხიდი ინგრევა, ლოგისტიკური ჰაბი ნადგურდება, ან გზა ნანგრევებად იქცევა. მარტო ეს დარტყმებიც კი მნიშვნელოვანი იქნებოდა. მაგრამ როდესაც ამას უკრაინის FPV უპირატესობას ფრონტზე უმატებთ, უკრაინის ღრმა დარტყმების მზარდ მასშტაბს, ათასობით სახმელეთო რობოტს, რომლებიც სიცოცხლეს იცავენ და საბრძოლო მისიებს ასრულებენ, და ინოვაციურ აზროვნებას, რომელმაც უკრაინას ახალი გზა მოუძებნა ამ სახმელეთო რობოტების ბრძოლაში ჩართვისთვის, რუსეთისთვის კატასტროფის ფორმულას ვირებთ. რუსეთი ეგონა, რომ ომში ძლიერი იყო, იმდენად ძლიერი, რომ საბჭოთა ეპოქის ტაქტიკით უკრაინას გაანადგურებდა. როცა ეს ვერ გამოუვიდა და დასავლეთის მხარდაჭერის ნაკადმა უკრაინას შეჭრის პირველ თვეებსა და წლებში გადარჩენის საშუალება მისცა, ომის დინამიკა დაიწყო შეცვლა. ახლა ჩვენ ხედავთ გარდატეხას. რუსეთი ცდილობს დაეწიოს, თუმცა ისევ იმ სტრატეგიებს ეტყობნობა, რომლებიც ჯარისკაცების მსხვერპლად შეწირვას გულისხმობს პროგრესის მისაღწევად. უკრაინა უფრო მეტ და უკეთეს დრონებს ქმნის და ამ პროცესში ომის სახე შეცვალ. უკრაინა დრონების სამყაროს ოსტატია და ჩვენ ჯერ კიდევ არ გვისაუბრია დრონების ერთ-ერთ მთავარ ტიპზე, რომელმაც ქვეყანას ეს გამორჩეულობა მოუტანა. საზღვაო დრონები. დიახ, უკრაინა ამ დრონული ომის სფეროში წლილი ლიდერია. და თუ ამის მტკიცებულება გჭირდებათ, ჩვენ იდეალური ვიდეო გვაქვს მზად. უკრაინამ გამოუშვა Moby Dick. ეს არის საზღვაო დრონის ახალი პლატფორმა, რომელსაც აქვს უზარმაზარი მოქმედების რადიუსი, მრავალი ვარიანტი და საკმარისი დამანგრეველი ძალა თითქმის ნებისმიერი საზღვაო მისიისთვის. გაიგეთ მეტი ჩვენი ანალიზის ხურებით. მაგრამ სანამ ამას გააკეთებთ, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ military show. ჩვენ ყოველდღიურად ვაქვეყნებთ ასეთ ვიდეოებს და გვინდა რომ თქვენც იყოთ ჩვენი მაყურებელი. გმადლობთ ყურებისთვის.